გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რა საინტერესოა, მე ვთქვათ ვარ ევროკავშირელი, ბულგარელი ან ბერძენი ან ჩეხი და ვირჩევ მთავრობას. დიახ, ვირჩევ ჩემი ქვეყნის მთავრობას, თვალს ვადევნებ წინასაარჩევნო ბატალიებს. ერთი პარტია არ მომწონს, მეორე მომწონს და მას ვგულშემატკივრობ. მე არჩევნების დღეს დილით ადრე ვდგები, ვიპარსავ წვერს, ვიფკურავ სუნამოს, ვისვამ კოსტუმს. კინაღამ შარვალ კოსტუმი არ თქვი, მე გამახსენდა რომ შარვალ კოსტუმი რომ მე თქვა გამოდის რომ ორი შარვალი უნდა ჩამესვა, ერთი კოსტუმის, მეორე კი დამატებითი. მოკლედ ვიცვამ კოსტუმს, ვიკეთებ ჰალსტუქს და მივდივარ საარჩევნო ურნასთან, რათა ის ერთადერთი, რაც მე გამაჩნია და ვერავინ წამართმევს და მექნება ყოველთვის, ანუ ჩემი ხმა მივცე ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას. მერე ეგზიტ პოლები, მერე ხმების დათვლა, მერე შეჯამება და ჩემი მოწონებული პარტია ან იგებს და ან აგებს. მოგებული აკომპლექტებს მთავრობას, ირჩევს პრემიერ-მინისტრს, ის პრემიერ-მინისტრი ჯდება ქვეყნის მთავარ სავარძელში და მერე აღმოჩნდება, რომ ის პრემიერ-მინისტრი არის ფაქტობრივად ნომინალური თანამდებობა. რატომ ნომინალური? იმიტომ რომ იმ პრემიერ-მინისტრს ჰყავს უფროსი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანუ ევროკომისიის თავმჯდომარე და რა გამოდის, რომ ჩემს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არც ერთ ჩვენთაგანს არ აურჩევია. ჩემი ასაკის ადამიანებმა ეს ერთხელ უკვე გავიარეთ SSRK-ს დროს, დიახ, ჩვენ ყავდა რესპუბლიკაში პირველი მდივანი, მაგრამ ის პირველი მდივანი ასრულებდა გენერალური მდივნის დავალებებსა და მითითებებს. ანუ რა გამოდის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ფაქტობრივად ლეონიდ ილიასზე ბრეჟნევია, ოღონდ უფრო მოდერნიზებულ და მოდერნისტულ ვარიანტში. განსხვავება ისაა, რომ ლეონიდ ბრეჟნევი 15 რესპუბლიკას მართავდა და ურსულა ფონ დერ ბრეჟნევი რა იყო, ლაიენი მართავს 27 რესპუბლიკასა თუ სახელმწიფოს და გამოდის, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე საცხოვრებლად ისევ საბჭოთა კავშირში მინდა შევიდე, რომელსაც ახლა სხვა სახელი აქვს. მეგობრებო, მე ახლა არაფერს ვამტკიცებ. მე არ ვამბობ, რომ ევროკავშირში ცხოვრება ცუდია ან კარგია. არ ვამბობ, იმიტომ რომ იქ არ მიცხოვრია. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, მე კონსტიტუციაში რაც მიწერია, ის უნდა შევასრულო და მინდა არ მინდა ვალდებული ვარ ევროკავშირში გაწევრიანებას დავემორჩილო. თავარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დრო რომ მოვა, ის ევროკავშირი კიდევ ევროკავშირობდეს. ევროკავშირის წევრობა კარგია თუ ცუდი, ამას ევროკავშირის მკვიდრი მეტყვის. ოღონდ იმ სახელმწიფოს მკვიდრს კი არ უნდა ვკითხო, ვისაც ევროკავშირში სტოსი მიყავს. საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ბენილუქსის ქვეყნების მკვიდრს. არა, უნდა ვკითხო რუმინელს, ბულგარელს, ბერძენს, მალტელს, პოლონელს, ლატვიელს, პორტუგალიელს. სხვათა შორის ამასინათ ერთ-ერთ პორტუგალიელ კორესპონდენტს უსმენდი და ის ყვებოდა, რომ არის თემები, რაზეც ციფრულ მედიაში მისთვის აკრძალულია ლაპარაკი. მაგალითად, ზელენსკისა და უკრაინაზე ოდნავ გადაბრუნებული სიტყვის თქმა ყველას გვეგრძალებაო და ეს მითითება, ეს ბრძანება ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე მოქმედებსო და ბრძანება მოდის საიდან? ბრიუსელიდან. ვითომ ასეა ეს? ვითომ დაუჯერო და თუ დაუჯერე, მაშინ ესაა დემოკრატია და ესაა თავისუფლება? თუ თავისუფლება და დემოკრატია მხოლოდ იმ ჩარჩოებით განიხილება, რასაც კრემლი, ბრიუსელი აწესებს? არ ვიცი. როგორც შეამჩნიეთ, მე ახლა არაფერს ვამტკიცებ, მე მხოლოდ სვამ კითხვებს, დიახ, სვამ კითხვებს და მიხარია, რომ სვამ კითხვებს, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტ კითხვას სვამ და კარგია, რომ ამის შნო გამაჩნია. გამიხარდებოდა ადრე თუ გვიან პასუხებიც რომ გამეგო, თუმცა ყველაზე კარგი პასუხი ის იქნება, რომელსაც მე თვითონ გავცემდი, ანუ საკუთარ ტყავზე გამოვცდიდი, საკუთარ გამოცდილებას შევიზენდი და ვიტყოდი თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ესეც რასაკვირველია, ძალიან სუბიექტური იქნებოდა, კარგსა და ცუდს ყველა თავისებურად აღიქვამს.
ვიღაცისთვის სააკაშვილი იყო კარგი, ვიღაცისთვის ამაზრზენი და ვიღაცისთვის ნეიტრალური. დიახ, ნეიტრალურებიც იყვნენ. მახსოვს ერთი ნაცნობი ქალი მიშა ზდროინდელს საქართველოში ერთ-ერთ საზღვარგარეთულ ორგანიზაციაში მუშაობდა და ერთხელ ჩემი აღელვებული სიტყვა რომ მოისმინა ქვეყანაში არსებული წითელი ტერორის შესახებ, აიჩეჩა თავისი სავსე მხრები და გულგრილად მიეპასუხა. რა ვიცი, ჩემთვის სულ ერთია, მე ისინი არაფერს მიშავებენო. და მოდი ყველა იმ ადამიანების სადღეგრძელო შევსვათ, ვისაც ყველაფერი ეხება და ვისაც გული ეთანაღრება არა მარტო საკუთარ, არამედ მეზობლის ტყავზედაც. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.